წყაროები უამრავია. მაგალითად გადახდა როგორ ხდება, გადახდა შეიძლება სწრაფი ჩარიცხვის აპარატით, Paybox-ით, ანუ წინასწარ უნდა მქონდეს თუ არა ანგარიშზე თანხარო შეკვეთა განვათავსო, არა წინასწარ არ უნდა გქონდეთ, ანუ ანგარიშზე შეიძლება Faberlic-ის პირად კაბინეტის ანგარიშს გულისხმობ, შეიძლება არც კედოს თანხამარა შეკვეთა განათავსო ჩვეულებრივად. სააგენტო პუნქტზე მიწოდების შემთხვევაში, როცა მივაკითხავთ ჩვენ შეკვეთას წამოსაღებად, ანუ გადავიხდით, მივაკითხავთ და წამოვიღებთ. ანუ გადახდის გარეშე შეკვეთა არ გაიცემა სააგენტო პუნქტიდან, რაც შეეხება სახლში მიწოდებას, როცა განვათავსებთ, გადავიხდით და შემდეგ გამოიგზავნება. სხვა, ანუ ეგრეთ წოდებული ნისია ჩვენთან არ არის, საშღავათო პერიოდი ესე რომ დავარქვათ უფრო არ არის, ჩვენთან გაუცემელი შეკვეთები არ გაიცემა, ანუ თქვენს სახელზე, რაც ძალიან ბევრი კომპანიის ის არის, რომ თქვათ, ვიღაცამ თქვენ სახელზე შეკვეთა განათავსა და ვალი დაგეთოთ ამ მსგავსი რამე, ჩვენთან გამორიცხულია. ანუ სრული წესრიგი გვაქვს და ძალიან ცივილურად მუშაობთ ამ საკითხში. მოკლედ, პირადად ჩემთვის ძალიან მისაღებია და ძალიან კარგია.